მახსოვს ის გემო, სუნამოს გემო, რომელიც სუფში გაიპარა და მეც და ჩემმა მამინაცვალმაც და ჩემის მეუღლემ, რა თქმა უნდა, გადავასხით ეს. იცი რა, მე საერთოდ ადამიანებს ვიმახსოვრებ არომატებით. მინდოდა შემექმნა რაღაც, რაც ადამიანებს დააბრუნებდა ძველ მოგონებებთან. პასუხისმგებლობები არც მე არ მაკლია. და სხვა შორის მასკულინური პასუხისმგებლობებიც აღებული მაქვს. თუ არ ხარ გულწრფელი, ალბათ კამერის წინ არც უნდა დადგე რა, იმიტომ რომ ის არის ყველაზე დიდი საზომი. ხოცი გაცილებული ოჯახები ერთმანეთის ჯინაზე რომ უფრო გაათამამებს. არსებობს ერთი სუნამო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც 1993 წლიდან სულ მაქვს. პირველ რიგში მე მომხდარა რომ მადლიერება საკუთარ თავთან, იმიტომ რომ არა ჩემი რესურსი შეიძლება ამით არ გამეკეთებინა. ნუ თუ არა ვარ ღირსი რომ ჩემ თავს გავუკეთოს, მე ხო ჩემი შრომით გამოვიმუშავებ ამას და ხო ჩემი არის, ჩემი მონაპოვარი და მოდი რა გავათამამებ ჩემ თავს და გასაუბრებაზე ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილ ვარ ასე, ხო ხვდები ახლა მე სივით არსად არ მომხოტრილ ვარ და აი ნახე რამდენი წელი გავიდა და გამორიცხულია, სულ რო ეზოში არავინ არ იდგეს და გვერდზე გადავდიო და ციმციმა უნდა ჩავრთო. იმიტომ რომ აი შენიშვნა ჩემთვის ეს არის პირიქით შანსი რომ გავიზარდო და არა ის რომ მეწყინოს. გამარჯობა, მე ნინო კერესელიძე ვარ და დღეს ჩემთან სესიაზე არის ხატია შამუგია. ბევრი წარსდგენა არ ჭირდება მე მგონი ხატიას, მაგრამ ვიტყვი ესეთი ჩემთვის ძალიან ემოციურ ნაწილს სუნების, არომატების დედოფალი. ძალიან დიდი მადლობა. ყველა ადამიანს რაღაც ჩემს გარშემო პირველი ასოციაცია სუნზე მგონია რომ ხატიასთან მოდის კონტაქტით მაინც. უღრმესი მადლობა, უპირველეს ყოვლისა მოწვევისთვის კეთილი იყოს ჩემი ფეხი და მე მგონია რომ არ არსებობს ქალი ალბათ, რომლისთვისაც ეს არ იყოს საუკეთესო კომპლიმენტი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია და მიხარია რომ ამ ასოციაციას ვიწვევ განსაკუთრებით ქალებში. და მგონია ხოლმე რომ სულ რო არ მებყუროს იმ მომენტში. არომატი უკვე ადამიანებს ისეთი ასოციაცია აქვს რომ შეიძლება ეგონოთ კიდევაც რომ არომატით ვარ და არ ვიყო, მაგრამ ეგეთიც არ მახსენდება პრინციპში. ხო, ძალიან ესეთია ემოციურია ხოლმე თითქმის ჩემი თანატოლებისთვისაც, უფრო პატარები დიდებისთვისაც, ვისაც არ უნდა კითხო ხატია, პირდაპირ ასოციაციაში ამობს. სუნამოები და ხატია კონტაქტში და ეს ან მგონია რომ დიდი შრომის შედეგია. დიდი შრომის შედეგიც არის, რა თქმა უნდა და ალბათ მაინც რაღაცა ის შენი კარიერის ერთ-ერთი ნაწილია, ხო? და მგონია რომ ვერ იმუშავებ ალბათ იქ და იმ სფეროში, რაც არ მოგწონს და არ გიყვარს. მით უმეტეს მე ისეთ ასაკში დავიწყე მუშაობა, როდესაც ეს არ იყო რაღაც გამომუშავებისთვის, ხო? ეს იყო დიდი სიყვარული და ეს მაინც მომდგამს შთამომავლობით, იმიტომ რომ ბებია, დედა, ყველას ძალიან უყვარდა განსაკუთრებით სუნამოები. და ის პერიოდი მახსენდება, მე მაინც ის თაობა ვარ, ძველი თაობა, როდესაც სუნამოები ასე ხელმისაწვდომი არ იყო და მახსოვს მაშინ ცეკავშირი იყო და ცეკავშირიდან გამოქონდათ ჩუმად ეს სუნამოები და რაღაცა სუნამო იყო მაშინ ფუფუნების ერთ-ერთი ნაწილი და რაღაცნაირად მახსოვს აი ერთი ასოციაცია რაც მახსენდება დედა ჩემი აკეთებდა რაღაცა წვნიანს, ბულიონს და ბოსტნეულს წურავდა სპეციალურ მარლაში, რომ ეს ბოსტნეული რო დამენახა, რომ დაფრინავდა, აღარ ვჭამდი. და თურმე კარადაში ედო ეს მარლები, სააფთიაქო მარლები, რასაც ეძახიან და თურმე სუნამო ჩაექცა. და მახსოვს ის გემო, სუნამოს გემო, რომელიც სუფში გაიპარა და მეც და ჩემმა მამინაცვალმაც და ჩემის მეუღლემ, რა თქმა უნდა, გადავასხით ეს სუნამოიან, სუპიან ყველაფერი და მაშინ იძახდა რომ აი რამდენადაც სასიამოვნოა სხეულზე, იმდენად სასტიკია იქ სადაც არ უნდა იყოს. და როგორი პირდაპირი მომენტი არის, რომ სუნამო აი აქაც შემოვიდა ესეთი სიღრმისეული კონტაქტით ჩვენთან და რაც მინდოდა მეკითხა ეს სუნამოებით დაინტერესება და კონკრეტულად აი ამ მიმართულებაში, ესე ვთქვათ, შენი მე ვიტყვი ძალიან წარმატებული კარიერა და მოღვაწეობა. მადლობა ამისთვის. აი ამ ნაწილში არის რამე სუნამო, რომელიც ძველ დროს გახსენებს, ძველ მოგონებებს გახსენებს და გაბრუნებს ისევ იქ. იცი რა, მე საერთოდ ადამიანებს ვიმახსოვრებ არომატებით. და ხო არის რამდენიმე რეცეპტორი, რითიც ადამიანები რაღაცა სიტუაციებს იხსენებენ. ჩემთვის არის ორი რამ, სუნამო და მუსიკა. აი დღემდე
მახსენდება რამოდენიმე ადამიანი, სუნამობი ხო როგორ იცვლება და დროის მიხედვით და რა თქმა უნდა არსებობს კლასიკაც, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ რომ ამ სიახლეს მოვერგოთ, ხო? მაგრამ აი პირველად არომატს რომელ ადამიანზეც ვიგრძნობ, ყოველთვის იმ ადამიანთან ასოცირდება. ხა რამდენი წელი გავიდა იმის მერე იმ დღესაც ვეუბნებოდი, აი ჩემთვის მარინა ბერიძე ეს არის გუჩის რაში, იმიტომ რომ პირველად რომ ვკითხებ, აი მე რა კარგი არომატი გაქვს და არ ვიცოდი რა იყო და მითხრა გუჩის რაში, აი ჩემთვის დღემდე ის ასოცირდება ისევე როგორც დავიდოვის Silver Shadow მერაბ სეფაშვილი, რომელსაც ალბათ მილიონი არომატი აქვს, ერთსაც და მეორესაც, მაგრამ ეს პირველი არომატი, რაც მათზე ვიგზენი და არ ვიცოდი, მანამ ასოცირდება ჩემთვის ამ ადამიანებთან. ადამიანები და სუნები და მუსიკითაც ძალიან ბევრი სიტუაცია მახსენდება. მახსოვს მე 8 თუ 9 კლასში ვიყავი, დასასვენებლად ხო ჩვენ მშობლები გვატანდნენ ხოლმე მთელ სიას არზას, რა უნდა წაგვეკითხე კლასიკარაში ლიტერატურა. მახსოვს და ერთ-ერთი ზაფხული მახსოვს უნდა წამეკითხა დაკერი ესე არის ქართულად, ხო? და ამერიკული ტრაგედია. და მახსოვს მუსიკა მქონდა ჩართული პატრიცია კასი და დღემდე პატრიცია კასის მუსიკა რომ ხდება ეს ორი ნაწარმოები მახსენდება ყოველთვის. ძალიან საინტერესო აქცენტი გააკეთე და მინდა გაგიზიარო ბოლო პერიოდში ჩემთვისაც ეს აღქმასთან დაკავშირებული პროცესები, მელოდია, სუნი, ეს რეცეპტორებთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და ძალიან ბევრი ვიკვლიე და მინდოდა შემექმნა რაღაც, რაც ადამიანებს დააბრუნებდა ძველ მოგონებებთან და შენ ახლა ისე ახსენე სუნი და მელოდია რო არ გადმოგცე უკვე არ შეიძლება. რა უნდა გადმოგცე? მინდოდა. არათერას Facebook-ში სპეციალურად შენთვის დამზადებული. ვაიმე, რამოდენად სპეციალურად თან ესეთი ინდივიდუალური და ჩემზე მორგებული, რომელიც ჩემს მიერ არის შექმნილი. აუ ნინო, ძალიან დიდი მადლობა. და გვხვდება შიგნით შენთვის შექმნილი მელოდია QR კოდით. შენთვის შექმნილი არომატი სანთლის სახით, რომელიც არის ტანის დამატენიანებელი ლოსიონი წვისას და თვითონ სხეული ორთქლის სახით, ანუ ორთქლი და რაც ამოდის იქეთ დაიწובה სანთელი, შეგიძლია ჩაყოხელი, ესე ვთქვათ და ის თბილი სითხე გამოიყენო როგორც ან მასაჟისტეთი, ან დამატენიანებელი. კარგი, კიდე ეს მინდა და კიდე გაგიჟება მინდა. რაც ძალიან მთავარია, მანდ კონკრეტული სუნი არ მეორდება. კონკრეტული არომატი იქნება თითოეულ ადამიანზე და ფსიქოთერაპიული კითხვები შევქმენი ამისთვის. მართლა? რომ აი ამ კითხვას შეავსებ, რა განწყობაზე ხარ, რა ემოციები, რა არის რაც გინდა დაამუშავო და შემდგომ ეს ერთერთებით ნატურალურად ვამზადებთ უკვე სამყაროს. რა საინტერესო. შეყოფილ ხარ, ესე იგი, ჩვენი ეპოქის პარფიუმერი, ოღონდ დადებითი ჩემი საბოლოო მიზანი გულწრფელად რო გითხრა არის ეს, რომ როცა დრო მოვა, შევქმნა ის პარფიუმი, რომელიც მაქვს თავში, მაქვს შეგრძნებაში და ნახოთ როგორი იქნება, მაგრამ შენ იქნება ესე იგი პატრიკ ზიუსკინდი ამ ეპოქაშიც აღმოჩნდება, ვინც შენზე დაწერს, ოღონდ შენ აი ამ სასიამოვნო კუთხით და ძალიან საინტერესო ამბები. იცი რა მე მგონია, რომ რატომღაც მგონია, რომ მაინც არომატი ინდივიდუალურია, იცი? შეიძლება ერთი და იგივე სუნამო იყოს, მაგრამ ხო ამბობენ ხა ეს ხომ არ გამომიგონია რომ ყველა სხეულზე სხვადასხვანაირად ჟღერს და გარდა ჟღერადობა საიდან მოდის ალბათ აღქმიდან, ხო ადამიანის აღქმიდან და ამიტომ სულ მგონია რომ აი ეს მიმბაძველობა ჯეთი არაფერში არ მომწონს გარდა პროფესიისა. შეიძლება პროფესია მიბაძო ადამიანს და ნამდვილად გამოგივიდეს, მაგრამ რაღაცა ჩაცმა, სტილი და არომატი მგონია რომ მიბაძვით არ გამოდის და უნდა იყოს შენზე მორგებული. მანდ რამოდენიმე ფსიქოლოგიური ფაქტორიც არის, ხო, ერთი რომ როგორ აღვიქვავთ ჩვენ სამყაროს და ჩვენი კანის სტრუქტურაც აქაც შემოდის და მეორე ხასიათი განწყობა. რა განწყობაზეც ვარ, აი ეს ძალიან დიდწილად აპროექცირებს ხოლმე იმ არომატების და ქვედატონების გახსნას, რომელიც თითოეულ პარფიუმში არის შემადგენლობაში და ამიტომ ფსიქოლოგიური ფაქტორი მანც ყოველთვის არის ხოლმე ძალიან მაღალი. მაშინ შეიძლება კითხო რა დაგიბრუნო? აი სულ მაინტერესებს მე ვარ ის ტიპი ადამიანების, რომელსაც მოწონს მკვეთრად ქალური არომატი. ანუ ქალური კი არა არომატი, რომელსაც მამაკაცი ვერ დაისხამს. შეიძლება ერქვას unisex-ი, მაგრამ მაინც უფრო ქალისკენ იყოს. არიან ადამიანები, ვისაც პირიქით, აი ქალები, ვისაც უფრო მამაკაცური არომატები მოწონს და ესეც რაღაც ხასიათის, რა თქმა უნდა, ნიშანთვისებას განსაზღვრავს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ადამიანი არის ორიენტირებული ქალურ არომატებზე, რბილ ტონებზე, შეიძლება მძაფრი იყოს ეს ტონი, მაგრამ უფრო იყოს რბილი და ლაბილური, მოდი ესე შეიძლება. ხო, რომელსაც მამაკაცი ვერ იყურებს. მან თუ ფემინურობაზე ვსაუბრობთ, იმ ენერგიაზე ვსაუბრობთ, რომელიც უფრო
უფრო წინ წამოწეული, ამიტომ თითოეულ ადამიანში არის ეს ფემინური და მასკულინური ენერგია. და როდესაც ჩემთან ფემინური ენერგია არის წამოსული, მაქსიმალურად იმ მიმართულების ნაწილები მომწონს არომატებშიც, ქსევაშიც, სტილშიც და ასე შემდეგ. და როდესაც ქალბატონები უფრო მასკულინურ არომატებს ანიჭებენ უპირატესობას, ყოველთვის საუბრობ ხოლმე იმაზე, რომ რა ხდება მასთან, რა პასუხისმგებლობები აქვს ამდენია აკიდებული, ესე ვთქვათ, და რა არის მისი როლი და ფუნქცია. და ხდება ხოლმე ხშირად თერაპიის ნაწილშიც ვიყენებთ მაგას, რომ არომატთან ვაბრუნებთ ადამიანებს. და ხშირად გამომიყენებია მე სესიაზე. იცი რა პასუხისმგებლობები არც მე არ მაკლია. და სხვა შორის მასკულინური პასუხისმგებლობებიც აღებული მაქვს ჩემ ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ კიდე იცი რა მგონია, რომ აი იმ ჩემი აღქმით, აი ეს მამაკაცური არომატები, ვინც ქალბატონებს მოწონთ, მგონია რომ რაღაცა თავ შესაფარს კი არა, დასაყრდენს და თითქოს მეორე ნახევარსაც ხედავენ იმ არომატში, თქო? შეიძლება ესეც ვთქვათ, იმიტომ რომ თუ კი მე არ ვარ თვითკმარი, შეიძლება ამაზე ვსაუბრობდეთ, უბრალოდ ინდივიდუალური ნაწილია მანდაც კონკრეტულ და არა მარტო გემოვნება ალბათ, ხო? რა თქმა უნდა. მან ხშირად არის ხოლმე რა დეფიციტიც მაქვს ის წამოუციო წინ. ესეც შეიძლება განვიხილოთ და ამაზეც ვისაუბროთ. აი მე რომ მიყვარს ტკბილეული, იმიტომაც მიყვარს ვანილის არომატები. კი, ვანილის არომატები სხვათა შორის არის ძალიან ძირეული არომათერაპიაში არომატი, რომელიც დედასთან, უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული და თან დღეს უკვე ეს გადაცემა როცა გავა არის 3 მარტი დედის დღე და რაღაცა თემატურათაც მინდა რომ მიულოცო ყველა დედას და ამიტომ ემთხვევა ესე იგი ეს ქალური თემები და ძალიან საინტერესო. მოდის კონტაქტში ესეც. და მინდა კითხო, შენ ახსენე დედასთან ურთიერთობა და ეს სულნამოების სიყვარული. შენ როგორც დედა, ხატია როგორ დედია? დედა. მე როგორც დედა, კარგი დედა ვარ. პირდაპირ ვიტყვი, ჩემი გადმოსახედიდან, თუმცა მაქვს რაღაცა მინუსები, რასაც ვცდილობ რომ არ გამოვავლინო, მაგრამ მაინც ხეთი ადამიანი თავიდან ბოლომდე ვერ თოკავ ემოციებს. მე მაქვს ალბათ დედის ერთას სინდრომი, როგორც გქონდა, მე თვითონაც დედის ერთა ვარ და ჩემი შვილი, ჩემი მხრიდან, ან დედის მხრიდან დედის ერთა ყავს, ძმაც და დაც მამის მხრიდან, მაგრამ ჩემთვის დედის ერთაა. და ცოტა ვგრძნობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზღვრები ყოველთვის დაცული მაქვს გრძნობ რომ ხანდახან ვაწუხებ ამ ჩემი ზედმეტი ყურადღებით, მაგრამ ისე არ არის, თქვათ რაღაც მეგობრებში ზედმეტი მომივიდეს, უბრალოდ 1-2 გამეხუმრა, რომ დედა ხო შეიძლება რომ ბავშვი გააჩინო და ცოტა ყურადღებაო იმაზეც გადაიტანო და მივხვდი რომ რაღაც მომენტში ალბათ ცოტა ბევრიც მომდის ყურადღება. მაგრამ მაინც ვცდილობ რომ ჩემი დიპლომატია ჩავრთო და არ შევაწუხო, მაგრამ აი ის რომ უნდა ზარზე მიპასუხოს, აი ის რომ მინდა რომ სულ ვიცოდე, იმიტომ რომ მას ჩემგან აკრძალვები არანაირად არ აქვს, ისევე როგორც მეც ასე ვიზრდებოდი. ჩემი დამრიგებელი, რომელსაც ვქიშდები და ვიცი რა უცებად მიყურებს, რომ ჩემზე რამოდენიმე წელი დიდია, ძალიან ახალგაზრდა 25 წლის იყო ჩემი დამრიგებელი რო გახდა. მაია მელქაძე, რომელიც მეუბნებოდა, ჩემი მეზობელი იყო, ანუ სკოლიდან სახლამდე ჩემი სახლი უნდა გაევლო. და სულ მეუბნებოდა, რომ მე რო შენი დამრიგებელი არ ვიყო, ვერასოდეს ვერ დავიჯერებ, რომ შენ ასეთი კარგი მოსწავლე ხარო. იმიტომ რომ სულ ეზოში ხარო. და აი წარმოუდგენელია, სულ ეზოში ხარ და რანაირად იცი ყველა. იმიტომ რომ აი ამას ვამბობ, მე არ მქონია აკრძალვა, მე მქონდა ერთადერთი წესი, რა წესითაც ვიზრდებოდი, რომ ჯერ იმეცადინებ და მე სადაც კიდე წახვალ, არანაირი აკრძალვა არ გექნება და ეს მქონდა წესი, რომ ჯერ უნდა მემეცადინა, ნუ ეხა გაკვეთილი არ ვიცი, ეს არც მახსენდება საერთოდ ჩემს ცხოვრებაში. და მე თავისუფლად ყველაფერსაც ვასწრებდი და რაღაცა ჩემ შულსაც ეს ეხა სხვა თაობა, ამათ საერთოდ ვერ დაუწესებ ვერანაირ წესებს. და არანაირი აკრძალვა არ აქვს, უბრალოდ სულ მინდა რომ ვიცოდე სად არის, რომ შვიდად ვიყო, აი ჩემი სიმშვიდისთვის და მაინც რაღაცა ეს ეგოიზმში გადამდის, მაგრამ აი არასოდეს არ ვერევი მის არც პროფესიაში არასოდეს არ ჩავრეულ ვარ არჩევაში, არც მის პირად სიმპათიის არჩევაში, არც მრევს და არც ვერევ, თუმცა ყოველფერი ვიცი. და თან ჰოროსკოპით არის ტყუპები და ძალიან ხშირად ეცვლება ხასიათი და სპორტის ყველა სახეობაზე ვიარეთ, ჩემგან იყო ყოველთვის კი, პროფესიაც სხვათა შორის პირველი პროფესია მისი არის
კრიმინალური ფსიქოლოგი. შემდეგ უკვე თეატრი, კინო და digital production-ი, მოკლედ რამოდენიმე პროფესია გვაქვს და არც ამაში არ ჩავრეულ ვარ, იმიტომ რომ ვთვლი რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი სივრცე, რომლის იქეთაც ალბათ არც მშობელმა, არც მეორე ნახევარმა და არავინ არ უნდა გადაკვეთოს. ძალიან იშვიათია რომ მშობლის მხრიდან ხდებოდეს აი ამ საზღვრის დაცვა და პატივისცემა. თითქოს ვამბობთ ხოლმე ტრაფერეტრულად რომ ამას ვაკეთებთ, მაგრამ რეალურად განხორციელება იმის დროს შულს მიცეს. ძალიან რთულია. კინეულიც არის და ძალიან რთულიც არის. მე რაღაცებს ვიგონებ ხოლმე, იცი? აი რომ ეხა ერთხელ რომ დაურეკავ და თქვა თუ ცოტა დააგვიანა და არ მოდის, ხო? ეხა სათხარ ვერ ვეუბნები, ნუ საერთოდ სიტყვა სათხარ არ შემიძლია, მეც ვერ ვიტან ამ სიტყვას რომ ეკითხებიან და ვეუბნები რომ აი იცი რა არის, ხო არ ცივა გარეთ გასვლას ვაპირებ, ან რაღაცებს ვიგორებ თემებს, რომ არ იგრძნოს რომ მე იმიტომ ურეკავ რომ გავიგო სად არიან შევამოწმო და რაღაცნაირად ცეთი მომწონს ჩვენი ურთიერთობა. ხო ის დასრული კონტაქტია. კი. რეალურად რასაც აღწერეთ. და იცი ჩვენ რაღაცნაირად ერთად გავიზარდეთ ფაქტიურად მე და ჩემი შვილი და დედაჩემი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მის ჩამოყალიბებაში, ეს სწავლა-განათლების ნაწილი, თვითონ პედაგოგი იყო და ნუ ეს წესრიგი მისია. და აი ეს პატივისცემა, ურთიერთპატივისცემა, რასაც ქვია და რაღაც არა ზღვარს გადასულ შეზელილი, ასე ვთქვათ, ურთიერთობა მომწონს, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახში ყველა რაღაცა ესე ვიყავით და მე სულ ესე მზრდი და დედაჩემი, რომ შეიძლება მეგობართან მიხვიდე და მასთანაც მეგობარი მოდიოდეს, მაგრამ დაურეკო წინასწარ და შეუთანხმო. ეს ეხლა ხო ესეთი წესია, მაგრამ მაშინ არ იყო ხოლმე ესე, იმიტომ რომ მაშინ რაღაც დარბაზოს კარიერა იკეტებოდა, კარიერა იკეტ ყველა ერთმანეთთან შედი შემოდიოდა, მაგრამ ჩვენთან მაინც აი ნათესავით თქვათ რომ მოდიოდა ან ჩამოდიოდა ან რაღაცა, მაინც წინასწარ ინფორმირებული უნდა ყოფილიყავით და რაღაცას წესრიგს შემაჩვია რა დედამ და ბებიამ, რომელმაც მე გამზარდა, ასევე პედაგოგმა. თითქოს რაღაცა ის გარემოცვაც ისეთია, რომ ბევრი საზღვრები შემოდის შენთან და თან ძალიან ისმის ეს თავისუფლების ნაწილი. ხო, კი. როგორ ინარჩუნებ თავისუფლებას აი ყოველდღიურობაში? იცი რა არის, მე მგონია რომ ადამიანი შინაგანად უნდა იყოს თავისუფალი და სხვასაც უნდა მისცე თავისუფლების საშუალება და უფლება. ვინ არჩუნებ, რომ მე თვითონ ესეთი ვარ, ძალიან რბილი ხასიათი მაქვს ალბათ დამოკიდებულებებში, იმიტომ რომ ყოველთვის ვდგები ასე რაც მე მომწონს, მგონია რომ სხვასაც ესე მოწონს და რაც მე არ მომწონს, სხვასაც ეს არ მოეწონება, ხო? რასაც მე არ მოვთხოვ ჩემ თავს, არ მოვთხოვ არც სხვას. და თუნდაც დაბადების დღეზე, რაც მე არ მომეწონება საჩუქარი, არც სხვას არ მიუტან, იმიტომ რომ საჩუქარი ერქვას. და რაღაცა ეს ხო მარკეტინგშიც ეგრეა და პიარშიც, ჯერ შენი საკუთარი თავი უნდა დააყენო, როგორც კლიენტი, როგორც მომხმარებელი და ყოველთვის ჩემი თავიდან გამომდინარე მოვდივარ და სულ ვცდილობ რომ იცი რა არის, ეს არ ვიცი რაღაცნაირი როლია მორგებული თუ არ არის, მაგრამ მე მსიამოვნებს, როცა მაქებენ. ანუ ოღონდ დამსახურებულად. აი მე მსიამოვნებს რომ მეუბნებია რომ შენთან ურთიერთობა ჩემთვის პოზიტივის მეტი არაფერი არ მოგაქვს. ესე იგი ამას რაღაცნაირად ვახერხებ. ხო ხა როგორ შეიძლება ადამიანის სულ კარგ ხასიათზე იყოს, მაგრამ სულ ვცდილობ რომ ეს რაღაცა პრობლემა იქნებოდა ცუდი ხასიათი, სხვას არ მოვახვი, იმიტომ რომ მეც დიდად არ მსიამოვნებს სხვა რომ მახვევს და მე მის როლში შევდივარ და მე ძალიან ბევრ ენერგიას გავცემ ამით, მე ხვდი და ამიტომ რაღაცნაირად აი სამეგობროშიც, აი სადაქალოშიც ყველგან მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეკრული დიდი ოჯახი ვართ, მაინც ჩვენ შორის აი რაღაცა ის არსებობს, აი რაღაცა აი ზედმეტი შეთამამება თუ შეხუმრება თუ რაღაცები დიდად მე არ მიყვარს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს ყველასთან და მათგანაც იგივეს მოვითხოვ. ეკრანს როცა გხედავთ ადამიანები, ხშირად არის ხოლმე რომ ზუსტად ეს მოდის პოზიტივი, ძალიან უშუალობა, თითქოს აი ყველას ოჯახის წევრი ხარ ესეთი განცდაც მოდის, ხო? ეს კიდევ უფრო დიდი კომპლიმენტია ჩემთვის. ხო, აი გულწრფელად ესე აღიქმება. მაინტერესებს ეკრანს მიღმა ხატია. სახლში ხატია ვიდრე. აი ეკრანს მიღმა ხატი არის ზუსტად იგივე, რაც არის ეკრანზე. მგონია რომ ყველაზე დიდი თავისუფლება, აი წინა კითხვასაც რო დავუბრუნდეთ, არის გულწრფელობა. როდესაც ხარ ზუსტად ის, რაც ხარ და არ თამაშობს, ამაზე დიდი სიმსუბუქე არ არსებობს ნებისმიერ ურთიერთობაში, იმიტომ რომ მე არა მაქვს არანაირი კომპლექსი ეს რაღაც საზოგადოებაში მოხვედრის, არა მაქვს კომპლექსი რაღაცა უცხო საზოგადოებაში, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ვარ, რაც ვარ და
აი არ მიწევს რაღაცა თამაში და როლის მორგება. იმიტომ რომ როლი მგონია რომ ძალიან დამღლელია. ხო. და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მარტივია ცხოვრება და ძალიან მარტივია კომუნიკაცია, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ხედავს ადამიანი, რაც ვარ. და რაღაც აღმოჩენებს არაკეთებს, რომ აიმე ესეთი მეგონა და ესეთი აღმოჩნდა. აბსოლუტურად არ არის. ერთადერთი ეს აღმოჩენებთან დაკავშირებით რაც იყო, რადიოში როცა ვმუშაობდი და მაშინ ჯერ კიდევ ტელევიზორში არ ვჩანდი, ჩემი ხმის ტემბრიდან გამომდინარე, სულ სხვანაირი აღქმა ჰქონდათ მსმენელებს და რაღაცნაირად ვეგონეთ ესეთი მაღალი, ცოტა ესეთი მხარბეჭიანი, დიდი მკერდით და რაღაც ძალიან სექსუალური და სხვანაირი ხმის ტემბრიდან გამომდინარე და მე რომ ხედავდნენ, ვაიმე შენ სხვანაირი როგორი პატარა ყოფილხარ რომ მეუბნებოდნენ ხოლმე, რაღაცნაირი მათთვისაც აღმოჩენა იყო და თორე დანარჩენი ვინც ახლა ნახულობს და გულწრფელობთ თან კამერას ხო ყველაზე დიდი რენტგენი ეს არის კამერა. და არ არსებობს კამერა მოატყუოს და ამიტომაც არის ხოლმე რომ პოლიტიკოსები იქნება თუ ასე შემდეგ მე რატო ქილიკობენ რომ კამერა ისე გშიფრავს რომ არ შეიძლება თუ არ ხარ გულწრფელი ალბათ კამერის წინ არც უნდა დადგე რა იმიტომ რომ ის არის ყველაზე დიდი საზომი მე ასე მგონია და რაღაცა ასე მოვდივარ ძალიან საინტერესო ნაწილია ხოლმე ეს რომ კამერასთან კონტაქტიც ისე უშუალო კონტაქტიც ნამდვილად მე რა კონტაქტიც მაქვს შენთან ყოველთვის ძალიან სასიამოვნოდ განიცდება და ამ კუთხით მინდა რომ კითხვი ფორმულა შენი სიმშვიდის შენ ახსენე ხა თავისუფლებაც რაღაც ემოციებიც უბრალოდ სიმშვიდის ფორმულა რა არის იცი რა აი ნახე 7 საერთოდაც არ ვარ ხო მაგიტომ 7 არა ვარ იცი როგორი ვარ გაწონასწორებული ვარ მაგრამ ემოციური ვარ აი მაგალითად შემიძლია ტელევიზორში შემიძლია არა ისეა რომ რაღაცა სიუჟეტზე ისე უცებ ვიტირო ფილმზე ყველაფერზე ცნებლები მადგება მაგრამ აი ეს ჩემი თავისუფლებაც და ეს ადამიანებთან ურთიერთობა რასაც ქვია მგონია რომ მაინც ისევ ბავშვობიდან მოდის ისევე როგორც თქვენ რომ ფსიქოლოგები სულ ამას გვეუბნებით რომ ყველაფერი მაინც მოდის ბავშვობიდან ხო მე ვარ ძალიან ბევრი ადამიანის გაზრდილი იმიტომ რომ დედა და მამა მკაცილებულები იყვნენ დედა მეორედ იყო გათხოვილი და მამინაც ვალიც მემზრდიდა, მამაც მემზრდიდა, იმიტომ რომ მამასთანაც და ბებია ბაბუასთან ყოველ შაბათ-კვირას ვიყავი. ასევე ბებია ჩემის და არ გათხოვდა და მემზრდიდა, აქეთანაც ბებია და ბაბუა მემზრდიდა და მოკლედ დედა და მამინაც ვალიც ხომ მემზრდიდა და იმდენ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა და იმდენი ადამიანის რჩეული ვიყავი, რომ მგონია რომ კომუნიკაცია ზუსტად აქედან მე არ ყოფილა რა მიწებებული ბავშვი რომ დედის გარეშე რო არიძინება, იმიტომ რომ დედასთანაც უნდა ყოფილიყავი ერთ ბებიას არ უნდა წყერო და მეორე ბებიას, მამას, მამინაცვალს, ბებიის და რამდენი ხარო და ძალიან ბევრი და რაღაცნაირად ბევრმა ადამიანმა ჩადო ჩემში ძალიან დიდი მარცვალი, ასე ვთქვათ. და აი ამიტომ მგონია რომ აი ეს ადამიანები რომ მიყვარს და თან დედის ერთა ვარ და რა თქმა უნდა მიყვარს ადამიანები, მგონია რომ ამის დამსახურებაც არის რომ თავისუფლად ვარ გაზრდილი რა. კიდე სოციალურ ადამიანად პრინციპში უფრო მეტად ჩამოგაყალიბე შეიძლება ამანაც, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი კონტაქტი გაქვს და მეტი კონტაქტის ასე ვთქვათ პატერნს სწავლობ, მით უფრო ლაბილურია ადამიანი და მით უფრო მეტ სივრცეში შეუძლია. კი, ხო, აი რაღაც არ ყოფილა, არ მახსოვს ვინმეს გავტირებოდი ან დედას ან მამას, იმიტომ რომ სულ ვიცოდი რომ დღეს დედა ხვალბებია, ზეგბები, ჩემი გამზრდელი დეიდა, ანუ ბებია, ბაბუა, სულ რაღაცა ამ სიყვარულში ვიზრდებოდი და ალბათ ეს მაინც ხოცი გაცილებული ოჯახები ერთმანეთის ჯინაზე რომ უფრო გაათამამებს მამინაცვალი მამის ჯინაზე, მამა მამინაცვის ერთი ბებია მეორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რაღაცნაირად კარგია მაინც ჩემი მშობლების დამსახურებაა, რომ ეს არ გადავიდა ჩემი ამპარტავნებაში. იმიტომ რომ ეს დისციპლინა მაინც სულ მომდგამდა, მე გავიზარდა ისეთ ოჯახში, სადაც ყველა ყოველთვის მუშაობდა. ყველა ოჯახის წევრი, ყველა იყო დამოუკიდებელი და ეს წესრიგი სულ იყო და რაღაცნაირად ძალიან მადლიერი ვარ მათი, რომ კი მათამამებდნენ, მაგრამ წესრიგი და მაინც დისციპლინა ჩემთან ყოველთვის იყო. აი გაკვეთილი, სწავლა, წიგნი, წასვლა, წამოსვლა და სულ ასე ვიზრდებოდი და ჩემი სულ მახსოვს, რომ მე ვნებოდა რომ ნახე რო იტყვი, იმ დროს უნდა მოხვიდე. მე მირჩევნია რომ თქვა რომ მოვალ ღამის 12 საათზე არ არის პრობლემა რომ 12-ს რო იტყვი 12-ზე უნდა მოხვიდე და არა პირველი 3 წუთს აი რაღაცნაირი წესები საყრდენია ეგ ხარ როდესაც პატარას და მოზარდს ეუბნებიან რომ შეგიძლია აერჩიოთ დრო ხო ოღონდ იმ დროს უნდა შეასრულო ეს ძალიან საინტერესო აქცენტია ხო რაღაცნაირად ესე გამზარდეს
კარგად გამზარდეს. ბავშვობასთან დაკავშირებით კითხავ, რა არის მოგონება, რომელიც ყველაზე ხშირად მოდის შენთან? ჩემი მოგონება, რაც ყველაზე მეტად მოდის ხშირად, ეს არის მე საერთოდ მთელი 9 თვე ველოდები წელიწადის ერთ დროს ზაფხულს და ივნისი, ივლისი, აგვისტო ეს არის ჩემი სიყვარული. ჯერ დაბადებულიც აგვისტოში ვარ და ზაფხულის ადამიანი ვარ. და ძირითადად ჩემი მოგონებები ყველაფერი უკავშირდება ხოლმე ზაფხულს და ორი მთავარი მოგონება მაქვს ხოლმე. მე ვარ ბავშვი, რომელიც კოჯორში ხო იყო ჩვენი თაობა ორად გაყოფილი. კოჯრის და წყნეთის ბავშვები, ანუ ვინც ისვენებდა. მე კოჯორში ვისვენებდი. აი ძალიან ბევრი რამე მაკავშირებს ხოლმე კოჯორთან და ძალიან ბევრი რამე მაკავშირებს გაგრასთან, იმიტომ რომ ჩვენ ვისვენებდით ყოველთვის აფხაზეთში და ეს გაგრის ეს მედუზები რო გადავხედავდით ხოლმე და ეს ზღვის პერიოდი ხა რომელი წელი იყო ბოლოს რო გაგრაში დავისვენეთ მე ვიყავი სადღაც მე-6 კლასში ალბათ თუ მე-5 კლასში, მაგრამ აი სულ მახსოვს ეს პერიოდი, მახსოვს ის გაგრაში ერთ-ერთი რესტორანი და მახსოვს ასევე ბიჭვინთა პიცუნდას ეძახდნენ მაშინ. აი ეს პერიოდი ჩემთვის არის რაღაცნაირი ყველაზე ბედნიერი არა ალბათ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, მაგრამ აი ეს კადრები თვითონ ეს ზღვის და კოჯრში რაღაც პარკი იყო, სადაც მანქანებით დავდიოდით და ძალიან ბევრი მეგობარი და მთელი თბილისი კოჯორში ისვენებდა, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს შეძენილი და რაღაცა ეს სულ მახსენდება. მაინც ზაფხულის მოგონებები ჩემთვის ყოველთვის ძალიან ისეთია ზაფხულის მოგონება თავისუფალი დრო ის 3 თვე სკოლისგან გარეთ და ბუნებრივია რომ ძალიან ისეთია თქო. და იმ ზერო ამოდის და ზეროთან თავის ფორმაშია ხა. ზე ყოველთვის ფორმაშია, მე ასე ვთვლი ზამთარშიც კი. მე ვარ შრომის უნარიანი და ნაყოფიერი იმ დღეს, როცა ხედავ რომ ზე არის. თუნდაც ციოდეს, უბრალოდ ზე უნდა ანათებდეს და მით უმეტეს ზე ჩემი მართველი პლანეტაა. ლომის პლანეტა არის მზე და მზე მავსებს, მზე მანათებს და მგონია რომ მზე მუხტავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მით უმეტეს როცა ის თავის ფორმაშია და კიდე გათბობს და ცოტა გრუჯავს და ეს ენდორფინებიც მოდის და მთელი ამბები მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის და მიყვარს, მზე მიყვარს. რა არის რახან ბავშვობაზე საუბრობთ? რა არის ის არომატი, რომელიც ბავშვობიდან მოდის შენთან? არომატი, რომელიც ბავშვობიდან მოდის ჩემთან, ეს არის შემიძლია პრინციპში მე არ ვიცი პოდკასტში დასახელება შეიძლება მე მგონი არ არის მარეგულირებელი ჯერ აქამდე არ მოსულა ხო საბედნიეროდ მადლობა ამისთვის ჩემთვის არის ბებია ჩემის და ბებია ჩემის ესეთი ელიფსი იყო ფრანგული სუნამო რომელსაც გვალითავი ქონდა ესეთი მოჭრილი და ეს და მე დედა ჩემისგან ეს არის პუაზონი ოღონდ პირველი დიორის რომელზეც ნუ გიждდებოდი და ძალიან მომწონდა და მე საერთოდ ახლა მიუხედავად იმისა რომ მართლა ყველანაირი თავმდაბლობის გარშე ბევრი სუნამო მაქვს იმიტომ რომ მიყვარს და წლების განმავლობაში სულ ვიძენ და მართლა რაღაცა ის მაქვს რომ ახალი რო შემოდის უნდა მქონდეს მაგრამ არსებობს ერთი სუნამო ჩემს ცხოვრებაში რომელიც 1993 წლიდან სულ მაქვს და ეს არის ტერი მიუგლერის ენჯელი რომლის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ჩემი არსებობა აი მგონია რომ აი ხო ბევრი სუნამო მაქვს აი რაღაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე რომ მივდივარ აი სადაც მინდა რომ განსაკუთრებით წარმატებული იყოს ის დღე და ყურადღებაც მივიქციო არ არსებობს მაინც ის უნდა ვიბკურო აი რაღაცა თილისმაა ჩემთვის ვარსკვლავის ფორმაა კი ბოლო პერიოდში გახდა ჩემი ამოჩემება მართლა ხო აი იმიტომ რომ ყველაზე გურმანული არომატია ერთ პირველი გურმანული და ძალიან სუყე ბევრი ინგრედიენტებით და მგონია რომ თან როგორი ანოტაცია აქვს იცი კომპლიმენტად მინდა მიიღო. ეს არის არომატი ძალიან გემოვნებიანი ქალბატონებისთვისო. იმიტომ რომ ჩვეულებრივი გემოვნების ადამიანი ამას ვერ იგებსო. ნუ ანოტაცია არის, ჩემი მოგონილი არ არის ნამდვილად. და ეხა სოციალური ქსელიც ხო როგორი ხელმისაწვდომი გახდა და დაფოლოვებული მყავს მისი შემქმნელი ოლივიე კრესპი, რომელიც ჩემთვის სოფლიო პარფიუმერიის ღმერთია, იმიტომ რომ ენჯელი შექმნა და სულ წერ ხოლმე. და ხო იცი ევროპელები როგორი თავმდაბალი ხალხია მე
მით უმეტეს ეს დიდი ადამიანები და სულ მადლობებს მიხდის ხოლმე და რაღაც ახალი რო გამოდის წერ და მეთაყვანები, იმიტომ რომ მიხარია რომ ეს ადამიანი დადის, რომელმაც ესეთი ბედნიერება მოგვანიჭა ქალებს. ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია სხვადასხვა არომატს ვეძებ და ყოველთვის არის ხოლმე რომ რაღაც ასოცირებით ჩემი მეგობრებიც ამბობენ რომ ეს არომატი ასოცირდება შენთან და ამ შემდეგ სხვადასხვა მაგრამ ჩემით რომ რამდენიმე ახლობელს ქონდა მოკლედ ეს არომატები და ყველა იძახდა რაღაც არ მომწონს რაღაც არ არის და პირველივე კონტაქტი ჩემი და ენჯელის იყო რომ არა მიყვარხარ სამუდამოდ. მეც, აი ზუსტად მეც და ჯერ როგორ შეიძლება ფლაკონი მე ენჯელ ქვია და რა ვიცი და თან ისეთი უძვირფასესი ინგრედიენტებისგან შედგება და ერთ-ერთი სუნამო, რომელსაც ყველაზე ბევრი ინგრედიენტი აქვს. რაოდენობრივად. მაგის ერთ-ერთი basic ძირში იყო სანდალვუდი მე რომ ნახე. კი. და ნუ ვანილით არის თავად. ვანილი და სანდალვუდი. ძალიან საოცარი ეს არის, იმიტომ რომ მე მართლა არ ვიცოდი გულწრფელად რომ შენთვის ეს მნიშვნელოვანი არომატი იყო. ხედავ რა სწორი სტუმარი მოგიწევია? სანთელს რო ვქმნიდი, იგივე არომატები მართლა? აუცილებლად დაგირეკავ და გეტყვი როგორც კი დავანთე რა მაგარია. იმიტომ რომ არც მიფიქრია ნამდვილად არ მქონდა ეხა ეს ინფორმაცია და პირველი რაც წამომივიდა თავში იყო რომ რატომღაც წავედი სანდალვუდთან და ვანილთან და აი საოცარი არომატი აქვს ძალიან დიდრული არომატი აქვს გიჟდები ძალიან მომწონს როგორ მიხარი რომ დაემთხო ჩვენი გამოვნება ერთმანეთს ხატია კითხო ეხლანდელ პერიოდზე აი ეხლანდელი ხატია ყოველდღიურობაში რა არის ბედნიერებები რომლებსაც ყოველდღიურად ეხები ხოლმე იცი რა არის მგონია რომ ადამიანს უნდა კონდეს ნიჭი იმის რომ ბედნიერებები შეიგრძნოს. მე ჯერა რა თქმა უნდა სამყაროს სიდიადის და ძლიერების და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა უფლის და მგონია რომ ყველაზე დიდი მადლი ადამიანის და წარმატებულიც თუ გინდა იყო და ბედნიერი უნდა იყო მადლიერი ადამიანი. ყველაფრის მადლიერი ვარ. აი ნახე მე რომ აქვს დღეს თქვათ სამსახური ვარ მადლიერი. შეიძლება ჩემზე ბევრად უკეთესი სამსახური აქვს სხვას, მაგრამ იმას კი არ ვფიქრობ რომ სხვას უკეთესი აქვს. იმას ვფიქრობ რომ არიან ადამიანები ვისაც საერთოდ არ აქვს. და შეიძლება ჩემზე განათლებულიც არის, ჩემზე ჭკვიანიც არის, ჩემზე ლამაზიც არის, მაგრამ აი ამ წუთას არ გაუმართლა და არა აქვს და მე გამიმართლა და ვის სამყაროს ხო ამისთვის მადლობა და მგონია რომ აი ეს ენერგია რასაც უშვებ ის უკან გიბრუნდება და აი იმას კი არ ვფიქრობ რომ ვიღაცას ჩემზე კარგი მანქანა ყავს და მე რატო არ მყავს ესეთი პირიქით მე მადლობელი ვარ რაც მყავს იმისიც ეხლა შევცვალე მანქანა 2008 წლიანი მანქანით დავდიოდი 12 წელი მყავდა ერთი და იგივე მანქანა და საერთოდ არ შევწუხებული ვარ ამით რომ რაღაცა გოგოები რომ მანქანებს იცვლიან თუ რაღაცა და რომ ეხა გავყიდე ანუ და ახალი შევიძინე მადლობა გადაუხადე ამ მანქანას რაღაცნაირად დავემშვიდობე ხელი გადაუსვი და უთხარი რომ მადლობა რომ ესე მიერთგულე 12 წელი შენ ჩემთან ერთად იყავი და აი მგონია რომ ყველაფრის მადლიერი ვარ რაც არის და რაღაცა ის უსიამოვნებები რა თქმა უნდა რაც შემხოდრია და ბევრი გულის ტკენაც მქონია და რაღაცაც ის რა თქმა უნდა არსად არ ქრება მაგრამ ახლა რო გითხრა რომ რაღაცა ვიმახსოვრებ და ამაზე ვიბოღმები არა მგონია რომ ალბათ ესეც უნდა გამევლო იმიტომ რომ ნებისმიერი დაცემა უფრო გაძლიერებს ხო და რაღაცები უნდა გაიარო ადამიანმა რა თქმა უნდა უსამართლობას ვერ ვეგუები და ის კიდევ მტკივა რამდენი უსამართლობაც შემხოდრია მაგრამ მგონია რომ ეს იმ ადამიანების ტვირთია ალბათ ვინც უსამართლოდ მოიქცა და არა ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანს რო შეგიძლია რომ თვალებში ჩახედო და ის სხვა რო ვერ გიყურებს წარმომიდგენია იმისთვის ეს რამხელა ტვირთია და ისე რომ მართალი ხარ რა ვიცი ამაზე დიდი სიამაყე არ არსებობს რომ არანაირი ტანსაცმელი არანაირი მანქანა არანაირი სახლი და არანაირი მატერიალური იმ ღირსებას არ მოგცემს რასაც იმსახურებ და იმსახურებ იმას რასაც იქუშობ და ის მერე შენ თან გიშობს და აი მადლიერი აი ეხა აქ რო ვზივარ მადლიერი ვარ იმიტომ რომ რამდენი ადამიანი მიყურებს ხო და რამდენი ადამიანს უნდა რომ ეხა აქ იყოს და უყურებდნენ მაგრამ არ არის ეგზამენის მნიშვნელოვანია მადლიერება სამყაროსთან და პირველ რიგში მე ვამბობ ხოლმე რომ მადლიერება საკუთარ თავთან იმიტომ რომ არა ჩემი რესურსი შეიძლება ამდენიც არ გამეკეთებინა შეიძლება სამყარო ძალიან ბევრ ადამიანს აძლევს
შანსებს, უნარებს, რესურსებს, მაგრამ არ იყენებენ ადამიანები. ხო, და იცი რა, მადლობის გადახდა არის ყველაზე მაგარი რაღაცა და არასოდეს არ მოვიწყდება ის ადამიანები, ვისაც აი პატარა წვლილი მაინც შეუტანია ჩემს წარმატებაში, ხო? აი როგორ შეიძლება რომ დავივიწყო ეს ადამიანი, იმიტომ რომ არ ყოფილიყო ის რაღაცა აქ და ახლა და ის სწორ დროს, სწორ ადგილას. ხო შეიძლება რომ არ ყოფილიყო ჩემი ცხოვრება, სხვანაირად წასულიყო. არიან ადამიანები, ერთი ადამიანი, რომელსაც ახლა ვერ ვიტყვი რა თქმა უნდა, რომელიც აი აბსოლუტურად აცდენილია ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს და ნუ ეხლა საერთოდ სხვა ადამიანი, ჩემთვის მიუღებელი. მაგრამ ჩემს ცხოვრებაში იმხელა სიკეთე აქვს გაკეთებული, მე რომ მუშაობდი ერთ-ერთ ადგილას, ანუ ჩემ კარიერას რო ვიწყებდი, რომ ამ ადამიანის მაინც მადლიერება და ვერასოდეს მას ვერ გავაკრიტიკებ. თუმცა აი დღეს რო გამეცნო, ალბათ არასოდეს შეიძლება არც კი მე კონტაქტა, მაგრამ აი იმას ვერ დავივიწყებ, იმიტომ რომ მას ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩემს კარიერულ წინსვლაში. ეგ როგორი ღირებულია, რომ ადამიანები დავინახოთ თავიანთი სხვადასხვა როლებით და სხვადასხვა ნაწილებით და მთავარი ნაწილით ადამიანობით, ხო, რითიც მოდიან და ხო, აი რა ვიცი, როგორ ადამიანი რო ხელს შეგიწყობს და რაღაცნაირად შენს ცხოვრებაში დადებითად აისახება, ეს მე როგორ შეიძლება იმას ეს დაუვიწყო, აი არ ვიცი, თუმცა ძალიან ბევრია ეგეთი ხო. და სულ ვფიქრობ ხოლმე, რა ჩემი მასწავლებლები, ჩემი ლექტორები, აი ყველა ჩემს ირგვლივ მახსოვს ვისაც რამე ჩემთვის გაუკეთებია და ყველას მადლობელი ვარ. და სულ რომ ხვდები ყოველთვის ვეუბნები ხოლმე და ადამიანებს ხო რაღაცა რომ შედგებიან პირიქით არ უყვართ ხოლმე ამის აღიარება და მე სულ პირიქით ვამბობ რომ ეს არის ბევრი ადამიანის დამსახურება, ეს არ არის მარტო ჩემი დამსახურება. საკუთარ თავს უხდი ხოლმე მადლობას? აჯილდოვებ რაიმეთი? კი, საკუთარ თავს ვაჯილდოვებ. იცი რა მადლობას რამდენად უხდი არ ვიცი, მაგრამ საკუთარი თავის დაჯილდოვება მიყვარს სხვათა შორის და ჯერ მჭირდება რომ დავაჯილდოვო. მე მიყვარს და სულ ვამბობ ხოლმე რაღაცა რომ უნდა ვიყიდო და აი ვთქვათ პიჯაკი სიტყვაზე რომ აი მეტყვის ვთქვათ ჩემი მეორე ნახევარი ან ჩემი მეგობრი ხო გააქეხა ამდენი პიჯაკი და რა თქმა უნდა მე ვიცახი რომ ნუ თუ არა ვარ ღირსი რომ ჩემ თავს გაუკეთოს მე ხო ჩემი შრომით გამოვიმუშავებ ამას და ხო ჩემი არის ჩემი მონაპოვარი და მოდი რა გავათამამებ ჩემ თავს და რაღაცნაირად ზომიერების ფარგლებში მაგრამ სულ მიყვარს რომ ჩემი თავი დავაჯილდოვო და აი ის რაც მინდა რომ მქონდეს უნდა მქონდეს იმიტომ ჯეთი მჭირდება და ამიტომ რაღაცნაირად ჩემს თავს ვაჯილდოვებ ხოლმე შეძლებს დაგვარად რა თქმა უნდა ისეთი რაღაცა არაბუნებრივი და ჩემს შესაძლებლობებს რაც ხდება ესეთი მოთხოვნები არა მაქვს საკმაოდ მყარად ვდგავარ მაგრამ ნუ მიყვარს რაღაცა ის ქალური გატაცებები რაც ქალს ჭირდება და მაბედნიერებს ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რომ საკუთარ თავთან მოვიდეთ მადლიერებითაც თუნდაც სხვადასხვა საჩუქრებით იმიტომ რომ ეს ერთის მხრივ რომ ემოციურ ნაწილს შეგვაბალანსებს და მეორეს მხრივ გვიჩენს мотиваციას ცოტა მეტი შევქნათ მეტი გავაკეთოთ და ხვალინდელი დღესთან კონტაქტშიც ვიყოთ და თავდაჯერებულიც ხარ რაღაცნაირად რომ აი ყველა მართლა ის კი არ არის სამსახური მხოლოდ და მხოლოდ იმუშაო რაღაცნაირად აი შედეგიც მოაქვს რომ გაქვს თქო იმის საშუალება რომ შენ თავს რაღაცა პატარა საჩუქარი გაუკეთო და ეხა მახსენდება ისევ ბავშვობასთან ვბრუნდებით ფეხსაცმელებზე მქონდა სულ გართულება და პატარა რო ვიყავი და რაღაცა რომ მომეწონებოდა პატარაც რომ მქონოდა აი რომ მტკენო და მაინც ოღონდ ის ეყიდათ რომ ერთხელ მაინც ჩამეცო და არასოდეს არ ვიძახდი და ჩემონება და კაცო ხო თიც რო ადებენ ბავშვო ეს ეხა დედა პატარა არ გაქვს არა კარგად მაქვს ვიძახდი და სულ მახსენდება რა აი ოღონდ ვიზუალურად კარგად ყოფილიყო აი ამ მიმართულებით რაღაცნაირად მქონდა ბავშვობიდანვე არის შენთან როგორც ხვდები მოდა ინტერესები ქალურობა მოდი მე ესე ვიტყვი კი სკოლაში მე მომიწია ფორმებმა მე-6 კლასამდე თუ მე-7 კლასამდე ჩვენთან ის პერიოდი ფორმები იყო და მართლა ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, გადასარევად ვსწავლობდი. ერთადერთი დედაჩემს რაზეც იბარებდნენ სკოლაში, ეს იყო ფორმების ამბავი, იმიტომ რომ ყელსახვევი არ მინდოდა და ყელსახვევის მაგევად შარფი უნდა მკეთებოდა, რაღაცა აკრძალვები იყო და რაღაცნაირი ფეხსაცმელი ერთხელ რუსულის მასწავლებელმა დაიბარა, რა არისო ეს ფოჩებიანი ჩექმები, აქ მასწავლებლებსაც ვიათო და ამას რატოაც ვიაო. ანუ აი ამ მიმართულებით მქონდა
მქონდა სულ პრობლემები. დანარჩენი მე პრობლემა არ მქონდა და ვგიჟდებოდი ფიზკულტურის გაკვეთილზე, იმიტომ რომ ფიზკულტურის გაკვეთილზე უნდა ჩამეცვა რაღაცა სხვა. მაშინ რითი გამოირჩეოდი, ანუ ბოტასი უნდა გცმოდა განსხვავებული, ან თმისამაგრე, თორე დანარჩენი ეს ფორმები არ შემიძლია და ეხა კიდე რო ბრუნდება ეს ფორმები, მახსენდება ეს ჩემი წამება, რომ მინდოდა რომ რაღაცა სხვანაირი ყოფილიყავი და თითქოს არაძლევენ ამ დროს ინდივიდუალობის საშუალებას ადამიანს. ხო, და ის არ მომწონდა. ერთადერთი რაზეც დედაჩემი სულ დაბარებული იყო, ეს იყო ჩემი აი ფორმების ამბავი, თორე ისე სწავლულას არ უჩიოდი. რა იყო ხოლმე წესები, რასაც ყველაზე ხშირად არღვევდი? აი ეს დრეს კოდი სკოლის, დარღვევით არ ვარღვევდი. დაგვიანება პირველ გაკვეთილზე და ყველაზე ახლოს ვცხოვრობდი. მე ვსწავლობდი 112 სკოლაში ნაძალადევში და ჩემს სკოლას და ჩემს სახლს ყოფდა ერთი შენობა, ეხლა გამგეობა არის. მაშინ რაიკომი ერქვა. ერთი შენობა უნდა გადამეულო სკოლაში. მაინც ბოლო რო დავაკაკუნებდი მათემატიკის გაკვეთილი მქონდა და შემოგია შემოდი პირდაპირ იძახდა მასწავლებელი. აი რაღაცნაირად დროის მენეჯმენტში დღემდე მიჭირს. ოკეი. წესების ნაწილს გავაგზავნებ. ეხლა თუ გაქვს რაიმე წესები შენ თავთან, რომელსაც ამბობ ხოლმე არასდროს არ დავარღვევ და ამის ერთგული ვრჩები. კი, ძალიან ბევრი რამეა ეგეთი. ძალიან ბევრი რამეა ეგეთი, ნუ წესები, საერთოდ მე მაქვს შინაგანი დისციპლინა. ეს დროის მენეჯმენტი დისციპლინის ნაწილი არ მგონია რომ არის, იმიტომ რომ ვაგვიანები, იმიტომ კი არა რომ უპასუხისმგებლად ვიქცევი. ჩემს თავში ვერ ვუშვებ რომ დავაგვიანებ. მგონია რომ მოვასწრებ. მიხვდი? ხო, სუპერ. აი ეს ამის გამოა, ხო, რომ მოვასწრებ და არა იმიტომ რომ უნდა დავაგვიანო, იმიტომ რომ ეს ჩემში არ ზის და მაქვს რაღაცა იწესები, მაგალითად უკვე შეიძლება რუტინაში იყოს გადასული, მაგრამ აი რასაც არ ვღალატობ, ეს ჩემი დისციპლინა რომ კვირაში 3-ჯერ უნდა ვივარჯიშო დილას აუზზე, აყვა აერობიკაზე. ეს ჩემში ზის, მგონია რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაქვს რაღაცა დისციპლინები, რომ თქვა წყალი მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მიყვარს, მაგრამ მაინც უნდა მივიღო, იმიტომ რომ ეს ჩემთვის კარგია. და აი რაღაცები სამსახურში, ხო, აი სამსახურის ნაწილში ცოტა შფოთვითი ვარ. იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია, როცა რაღაცა გასაკეთებელი მაქვს და მე ბევრ სამსახურში ვმუშაობ, არ შემიძლია ხვალ რო გადავდო. ყველაფერი უნდა გავაკეთო დღეს ან გუშინ. აი არ შემიძლია გადადება, მიხვდი? ცუდად ვარ, რომ რაღაცა არ მაქვს გაკეთებული. რა ხდება მაგ დროს, როცა გადადება გიწევს თუნდაც? აი შფოთავ, ცუდად ვარ. სხეულში არის შფოთოსადმი. სხეულში მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვობიდან დღემდე არ არსებობს ღამე, ერთხელ მეღვიძება, ერთხელ და მეღვიძება იმით, რომ სადღაც ან მაგვიანდება, ან რაღაცა ვერ მოვასწარი, ნახე? ყოველ დღე. თითქმის ყოველ დღე, ერთი და უკვე მიჩვეული ვარ, რომ ფხიზდები უკვე ხვდები. ნახე, ან მეღვიძება და სადღაც დავაგვიანებ და სად ვფიქრობ და ვხვდები, რომ მეძინება და ვაგრძელებ და მეორეა, ან რაღაცა ვერ მოვასწარი, ან გაკვეთილი არ ვიცი. ან ლექციაზე რაღაცა არ ვიცი. აი ეს ორი თემა, რომელიც ჩემში სულ მე მგონი გონებას ვერ ვთიშავ რა ბოლომდე. სულ გიბრუნდება. თერაპიულ ნაწილში გკითხავ თუ მომცემ უფლებას, გაიხსენე რა ერთი ეგეთი გაღვიძება და აი პირველი აზრიაც წამოგივა თავში ეგ მითხარი. რამდენი წლის ხდები მაგ მომენტში? არა, იმ წლის ვარ, რა წლისაც ვარ. უბრალოდ ახლა თუ ლექციაზე მაგვიანდება, რა თქმა უნდა, იმ სტუდენტობაში ვარ ალბათ, მაგრამ აი ის რომ აი სადღაც მაგვიანდება და სადღაც რაღაცა ხო არ დამავიწყდა. აი ეს მაქვს და ეხლა თან ნაყიდი მაქვს ლამაზი ესეთი დაფა, რომელიც მაცივარზე მაქვს მიკული და მე ყოველ ორშაბათს მთელი კვირის განრიგი მიწერია. ეს მაქვს ჩემი წესრიგი რაღაც ჩაწერები და ბლოკნოტში ჩაწერები, აუცილებლად უნდა მქონდეს და ნოუთებშიც. იმიტომ რომ ნახე, გარდა იმისა, რომ სხვას ვერ ვათქმევინებ, რომ რაღაცა ვერ გააკეთა და ვერ მოასწრო, ჩემ თავთან ვერ წარმომიდგენია, რომ მე როგორ შეიძლება სამსახურში რაღაცა ჩემ გამო გაფუჭდეს. ამას თავს ვერ ვაპატიებ, რომ ჩემს გამო რაღაცა რაც ადამიანებს აქვთ. მე ხო ჩემი კომპანიებში არ ვმუშაობ, რაც ჩემია. მე ვმუშაობ სხვასთან. ანუ სხვასთან უფრო დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. მთელი ცხოვრება სხვასთან ვმუშაობ. და აქედან გამომდინარე, ის სხვას რო რაღაცა იმედი გაუსვა, შეიძლება არც იყოს გასაცრუებელი, მაგრამ აი ის მომწონს, რომ ადამიანს აქვს ჩემი იმედი და ზუსტად ის.
თავდაჩერებულობა, სიამაყეს, რაღაცა არ შემიძლია ეს დამნაშავის როლში ყოფნა და შეიძლება არც იყოს ეს დანაშაული, რა მოხდა, ადამიანები ვართ, მაგრამ მე ჩემ თავთან ძალიან კაცრი ვარ ამ ხრივ რა. ხო, ეხლა რო თქვი უცებ ჯდომად შეგეცვალა. კი, არა, მაგ, ეს ეთქობა პედაგოგების დამომავალი რო ვარ. აი ვერ წარმომიდგენი რომ ადამიანს ჩემი იმედი კონდეს და მე უთხრა რომ იქნება ხვალ და უცებ უთხრა რომ არა ხვალ არა ზეგ. არ შემიძლია. შენ თავი მარტივი ხდება ხოლმე ესე რომ გეუბნებიან რომ ხვალ არა ზეგ. იცი კი, როგორ არ ხდება და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას აქვს ეს და ეს სიმსუბუქე ისე მომწონს ეს რაღაცნაირი რელაქსი რომ რა მოხდა და ეს გიждები ამ დამოკიდებულებაზე რომ შეიძლება რა მოხდა ხვალ არ იყოს და იყოს ეგ არ გაფუჭდება მართლა არ ფუჭდება არაფერი მაგრამ აი მე მირჩევნია რომ დღეს იყოს რომ შვიდად ვიყო რომ მე აი სადღაც რომ მივდივარ დასასვენებლად ყველაფერი უნდა დავტოვო ყველა სამსახურში ესე რა მოხდა ჩამოდი და მე ხო არ ფუჭდა არა მაინც ეს პასუხისმგებლობის რაღაცა ხო საკმაოდ ისეთი დიდი დოზაა პასუხისმგებლობა ძალიან დიდი დოზა და იმიტომაც მეღვიძება ღამე ერთხელ და სადღაც მაგვიანდება და რაღაცას ვერ ვარ ეხლა მივხვდი რაღაცა სტრესის განცდასთან ბრუნდები კი სულ ეს პასუხისმგებლობის სტრესი მაქვს და მე ხო კვირაში ორჯერ ეთერში ვარ დილის ეთერში და ნუ ჩემი წესები მაქვს წინა ღამეს უნდა დავალაგო ტანსაცმელიც იმიტომ რომ ხო შეიძლება დილას ვერ მოვასწრო მთელი ტანსაცმლიან ყველაფერი და მომზადებული ადრე უნდა დავიძინო მაინც ღამე რამდენჯერმე ეს ორი დღე კვირაში მეღვიძება რომ არ დამაგვიანდეს ანუ მუდმივად ეხლა რასაც მიყვები და მიზიაფარი სპორტის ნაწილი და არის გეხმარება ალბათ რაღაც სარგებელი ექნება მაგას ნუ სარგებელი ისაა რომ საქმე გამოდის და არ მიფუჭდება და მართლა ვარ პასუხისმგებლობით მაგრამ შეიძლება რომ შვიდათაც ვიყო მაგრამ ბუნებრივია ხო და შედეგის ნაწილში გამოდის რომ შექებას ეხლა შექება ცოტა ისეთ სიტყვა უხეში ამ სიტუაციაში მაგრამ შექებას პოზიტიურ უკავშირს იღებ იმსახურებს და ხო კი იცი რა პირველ რიგში ნდობას იმიტომ რომ ხა მე რო ადამიანი მიყვანს სამსახურში ხამდენი წლის გამოცდილებით ხა როგორ ხდება ხო სახელით და გვარით ერთად ხა როცა ამდენი წლის ხარ ხა CV-ც არ გიცნობენ ხო იციან ხო შემთხვევაში CV გაგიგზავნია სადმე არა CV-თ არ ყოფილა მახსოვს რომ ავაცახსენებელი სამსახურიდან რომ წამოვედი თუმცა არ არის ავაცახსენებელი ერთ-ერთმა ძალიან დიდმა კომპანიამ დამეიძახა და ძალიან ისეთი გადასარევი კომპანია დღემდე მათთან მეგობრობ და ის დირექტორი იყო ახალგაზრდა ბიჭი ახალი მოსული უსაყვარლესი და რაღაცნაირად გასაუბრებასავით დამიბარა და მე ხა გისმენთო და მეთქარ თქვენ თუ მე გისმენთ მეთქარ თქვენ დამიბარეთ და ანუ ის გასაუბრებაზე ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა რა ასე ხო ხვდები ახლა მე CV-თ არსად არ მომხოდრილ ვარ და ძალიან გამეცინა რომ რაღაცა როგორ ხედვები თუ რაღაცები რომ მithქდა აი მეთქი მე არა ვარ მიჩვეული ეგეთ რაღაცა სკომ ხედვებს და რაღაც მე ხო CV-თ არ ვარ მასული თქო და ძალიან კარგად ვარ დღემდე მაგრამ ნუ მივხვდი რომ ხე იმ სამსახურში ვერ ვიმუშავებდი იმიტომ იქ რაღაცა ის იყო აი 9 საათზე ბარათი უნდა მიადო, 6 საათზე უნდა მიადო, გახვიდე, გამოხვიდე და ხა ჩემი პროფესია ისეთია, რომ პირიქით თავისუფალი გრაფიკი აუცილებელია, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გავაკეთო, იმიტომ რომ არის პროფესიები, რომელსაც ოფისში აგვარებ, მაგრამ არის პროფესიები, რომელსაც ოფისში ჯდომით პირიქით უფრო ნაკლებ. და არის კიდე ადამიანის ხასიათიც. თითქოს მე ძალიან მოვდივარ მაგასთან კონტაქტში, რომ სულ რომ ოფისში მომიწიოს ჯდომა მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია არის ვიყო ერთ ადგილზე, აბსოლუტურად ურესურსო ვხდები. არა, ისედაც ეხა ჩემი საქმე არის დილიდან საღამომდე კომუნიკაცია, ტელეფონი, სტრატეგიების წერა და ასე შემდეგ და ოფისში თუ ვიჯექი ხედა თანამშრომლებთან თუ გავატარე ის დრო ჯერთი ჩემი სულ ტელეფონზე ვარ, სულ ვიღაცას ვეკონტაქტები, სულ რაღაცას ვკითხულობ და სხვა ადამიანსაც უჭირს ახლა ჩემთან ის ხო რაღაც საქმეს აკეთებს და ამიტომ ახლა არის რაღაცა თორე ოფისში როცა მისასვლელია მივდივარ კიდევაც და ისაც არ შემიძლია ახლა მე სახში დიდხანს ყოფნა მაგრამ მაინც ეს ექშენი უფრო მიყვარს და ისეთი საყვარელი იყო ის ბიჭი გასაუბრებაზე გამახსენდა რომ რაღაცა ეს გასაუბრება აი CV-თ მისულივით როგორ შეგეხვა ეგ ემოციებზე გამეცინათ მე თვითონაც გაეცინათ ეხა ბევრი ადამიანი იჭდა ეხა იქ და თვითონაც გაეცინათ იმიტომ რომ იცი რა არის არ მინდა რომ ამ პარტამნე
ბადმი იყოს მაყურებელმა, მაგრამ ჩვენ ცოტა ისახელი და გვარი, ვისაც ორი კაცით მეტი გვიცნობს ამ ქალაქში, ცოტა მაინც უფრო განებივრებულები ვართ ამით და თან ეხა აი რასაც ვამბობდით, მაშინ კიდე დაუბრუნდები იმას, ხა ადამიანი რო გიყვანს სამსახურში, კი იცი შეიძლება ხატია შემდგომ, მაგრამ სადღაც გადარეკავს, ხო? და ეგ არის ყველაზე დიდი შენი დიპლომიც და ყველაფერიც, რომ ისეთ რეკომენდაციას აძლევენ შენზე, რომ გეუბნებიან, რომ 100% იცოდე, რომ ხო, რა თქმა უნდა. გიკეთებს იმას, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ სამსახურზე მithქვამს უარი, რაშიც არ ყოფილი ვარ დარწმუნებული. აი არ შემიძლია, იმიტომ რომ კარგი ანაზღაურება მქონდეს, თუ არა ვარ დარწმუნებული, რომ იმ საქმეს კარგად გავაკეთებ, არ შემიძლია, იმიტომ რომ 3 თვე იქნება თუ 6 თვე იქნება, ის ადამიანი ხო დაინახავს, რომ შენ ეს ისე არ შეგიძლია, რასაც ელოდა. და ის 6 თვის აღებული ხელფასი მაინც დაიხარჯება და შენი რეპუტაცია რჩება და მირჩევნია, რომ იყოს რაღაცა დოზირებული, მაგრამ გრძელვადიანი და შენი ღირსებით და კი, ხშირ შემთხვევაში რეპუტაცია ხანდახან არის ხოლმე წამყვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კი, ძალიან მოვდივარ მაგასთან კონტაქტში, ხო, იმიტომ რომ ჩემთვის არის ყველაზე რაღაცები, რაც მნიშვნელოვანია. მეს მიღმა შეიძლება წარმოუდგენელიც კი იყოს. იცი რა, ეს თუ არ არის მნიშვნელოვანი, ამდენი ხანი ვერ გაჩერდები ბაზარზე. ნახე? იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა მიხვდება, რომ არის საპნის ბუშტი, რომელიც გასდება, იტყვია, რომ დიდი არაფერი. რამდენზე გვითქვამს, ხა რამდენი მახსენდება, ხო, რომ აი რაღაცა დიდი არაფერი. და ეს არის, რა ვიცი, ხა, ჯეთი პროფესიაც ჩემი ისეთია, სხვის რეპუტაციას და სხვის იმიჯს უფრთხილდები ნებისმიერი კომპანიის და პირველ რიგში საკუთარი თავის, ხო? ხო, მესმის ეგ ნაწილი ძალიან და თან ჰოროსკოპიც მიწყობს ხელს ლომი რო ვარ, ლომისთვის ხო იცი ყველაზე დიდი არის რეპუტაცია და ღირსება და მგონია რომ როგორც საკუთარ თავს უდგები, ასე უდგები ნებისმიერ შენ სამსახურს. თუ გინდა რომ იყო და თუ გინდა რომ დღეს იყო და ხვალ აღარ იყო ეს. თუ გაიხსენებ რაიმეს ისეც, რაც შენს მეხსიერებაში არის, როგორც გამოცდილება, რომელმაც შეიძლება შეგაშინა, გატკინა, უცხო იყო შენთვის. კი, გამოცდილებების მეტი რა არის ხა რაც ხა ეხლა ღიმილით რო გახსენდება, არის რაღაცეები ვთქვათ, რაც იცი რა არის, მე რაც ყველაზე მეტად მგონია ჩემ თავში რაც მომწონს თქო, შენიშვნებს ვიმახსოვრებ ძალიან სწორად. ანუ მე შენიშვნა კი არ მწყინს პირიქით მსიამოვნებს და არ არსებობს შენიშვნა მომცეს ადამიანმა და ის შენიშვნა სამუდამოდ არ მახსოვდეს. და მგონია რომ ის ძალიან მეხმარება ადამიანს გაზრდაში, იმიტომ რომ სწავლა სიკვდილამდეა, ხო? აი მაგალითად რომ მინდოდა და მართვის მოწმობა რო ამეღო და ჩემი მეგობარი იყო თლად ამ მართვის მოწმობების მეფე და რო უთხარი, კაი მეთქი რა მართვის მოწმობა არ მაქვს, მეთქი დავდიოდი უკვე მანქანით, ადრე გეუბნები ძალიან. მითხარობა დაჯექია ჩემ მანქანაზეო და დავჯექე, კარგად ვატარებდი, ხო მეც ვატარებდი. არ დამავიწყდება, აი ნახე რამდენი წლის წინ ხაზიდანო ხაზში რო გადადიოდიო ციმციმა რატო არ ჩართეო? მე შენო მართვის მოწმობაზე რეკომენდაციას ვერ გაგიწევ, იმიტომ რომ ვიღაცაო შეგაგინებ, შენ ვინც მართვის მოწმობა მოგწე, იმისა და მე ვარ. აი ნახე რამდენი წელი გავიდა და გამორიცხულია, სულ რო ეზოში არავინ არ იდგეს და გვერდზე გადავდიო და ციმციმა უნდა ჩავრთო. იმიტომ რომ აი შენიშვნა ჩემთვის ეს არის პირიქით შანსი რომ გავიზარდო და არა ის რომ მეწყინოს. არ არსებობს რომ შენიშვნა არ მივიღო. პირიქით მომწონს რომ ეს მიმღებლობა მაქვს რა. კი, ეგ ძალიან ისეთია, დასაფასებელი ნაწილია, რომ ამის გამოსწორება კი არ ხდება, თქვათ ესე გამოსწორებისთვის, არამედ ცხოვრების წესში გადმოტანა და ეგ. კი, აი მაგალითად კიდე რა მახსენდება ეხა, არ მქონდა აი ჩატებში გამოცდილება, ხო ხვდები აი ჩატები ხო არის და არ მქონდა აღქმა რომ ამ ჩატს ბევრი ადამიანი კითხულობს. ხვდები? აი ჩატში მეგონა რომ და რაღაცა ერთხელ ჩატში მივიწერე ისეთი რაღაცა, რაც მივწერე ჩემ მეგობარს, არაფერი ისეთი, მაგრამ მაინც სხვებს არ უნდა ენახათ, არ იყოს ასე და მე არა მაქვს ამის აღქმა, რომ ბევრი კითხულობს და მაშინ ჩემმა მეგობარმა რომ პატარა შენიშვნა მომცა რომ არ იყო საჭირო ხა ცოტა გული დამწყობა, აი არ არსებობს ეხლა ნებისმიერი ჩატი ჩემთვის როგორია, იცი რომ მოზომილი, მიზომილი და ცალკე წერ ყველაფერს. ანუ ჩემთვის შენიშვნა ეს არის პირიქით შანსი რომ გამოვასწორო ეს და არა ის რომ ვიღაცისგან მეწყინოს ეხლა დაუმსახურებელი შენიშვნაც რა ვიცი არ მიმიღია ეხლა პირიქით თუ გინდა რომ გაიზარდო ტელევიზიაში ეხლა 1000 რაღაცა ვისწავლე ხო რომ რაღაცა ვთქვა თუ არ უნდა იმოძრაო ბევრი არ უნდა იტრიალოს კამზე თუ რაღაცეები ხო და პირიქით ამას ვიღებ როგორც შანსს რომ
პროფესიონალად ჩამოვყალიბდე და არა ის რომ ვიღაცას მაძლევში ხო არა მე მომხრე ვარ რომ ადამიანი თუ გიყვარს და თუ გინდა რომ ის იყოს კარგი დელიკატურად მაგრამ ის რაც გგონია რომ უნდა გამოასწოროს უნდა უთხრა კონსტრუქციული კავშირი ყოველთვის ძალიან ღირებულია ხოლმე და ხშირ შემთხვევაში ამის დეფიციტსაც განიცდით ადამიანები როგორ ვეტყვით ძალიან ხო ნუ თქმას რა თქმა უნდა ხა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოკეი ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი და შენ ისეთი მშვიდი ხარ და ისეთი საინტერესო ხარ რომ აი მინდა რომ პირიქით იქეთ გისმინო და მე ნაკლებად ვისაუბრო და შენ გისმინო სულ მადლობა ძალიან დიდი და მიხარია რომ მოხვედი ჩვენთან სესიაზე და სულ ვიძახდი რომ პირველი გავაჟღერებ ამას ვიტყვი როცა ვიწყებდი სესიას ვიძახდი რომ პირველი სტუმარი ვინ უნდა იყოს როგორ და მახსოვს რომ ჯერ კიდე არ იყო პოდკასტზე საუბარი უბრალოდ აი იდეის დონეზე მქონდა რომ გაგიზიარე რომ ხატია მინდა დაწყება და ხომ მოხვალ და კი ბატონო და მეც მაშინვე შენი სიტყვები რა თქმა უნდა მოვდივარ რა თქმა უნდა აბა რა დიდი სიამოვნებით ყოველთვის იმიტომ რომ მე მახსოვს სანამ მე ვიქნებოდი შენი სტუმარი შენ იყავი ჩემი სტუმარი ტელევიზიაში და პირველივე კონტაქტი ემოციური კონტაქტი ხო ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერ სფეროში და მეც ხე გადაცემაში ერთმანეთს რო აქებენ არ მიყვარს მაგრამ დასტურია იმის რომ დიდი სიამოვნებით მოვედი და მადლობა რომ მოხვედი და დარწმუნებული რომ კეთილი იქნება ჩემი ფეხი და სტუმრობა და ძალიან წარმატებული იქნება გადაცემა როგორც დიდი მადლობა მინდა რომ კიდევ ყველა დედიკოს მიულოცო 3 მარტი და 8 მარტიც მოდის და შეიძლება ჯერ დედიკო არ იყოს და ყველა ქალს მინდა მიულოცო ეს ფანტასტიკური დღესასწაული, იმიტომ რომ მგონია რომ მარტი მაინც ქალების არის და აი რა ქალები ვიდგიჟია თუ რაღაცას რო ამბობენ, ასეც არის, იმიტომ რომ როგორებიც ვართ, ესეთები უნდა აგვიტანოთ, იმიტომ რომ გიყვარვართ და გხიბლავთ და მგონია რომ ქალის გარეშე ალბათ არ იარსებებდა სამყარო და არც იქნებოდა ეს. არც იარსებებდა. არც იარსებებდა ნამდვილად და გილოცავთ, მეც მინდა რომ მოგილოცოთ. და ასევე გითხრათ რომ თუ რაიმე ჩვენი საუბრიდან შეგეხოთ თქვენს გაგახსენდათ თქვენი ემოციები, ბავშვობის მოგონებები, მაშინ თქვენი სესიაც დაწყებული. აუ როგორ მაინტერესებს და მე შენ მომიყევი ვინ რას მოიწერება და როგორ იქნება. მადლობა.